რუსთავში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. მე-16 მიკრორაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია ძვირფასეულობა. ოქროსა და ვერცხლის სამკაულები და გარკვეული რაოდენობის ფულადი თანხა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ბინის მფლობელის თქმით, სავარაუდოდ შემთხვევა დღის 12 საათიდან 3 საათამდე მოხდა, რადგან აღნიშნულ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ქურდი შესულა და ის მოუყარი ოქრო და ფულიო. დღეს შუადღისას. და რა არის წაღებული? წაღებული კონკრეტულად არ ვიცით ჯერ. ძვირფასეულობაა და გარკვეული თანხა. ვერი ვარაუდებ, რაღაცა ეჭვის დონეზეც ვერი ფიქრებ. ახლა კრიმინალები იძიებენ, გავიდნენ ხალხმრავალ ადგილში ზაღალმა კვალი დაკარგა უკვე. გასაღებითაც არ არის გაღებული. რაღაც ხელსაწყოთია გაღებული. ანუ გატეხილი არ არის დაზიანებული. არ ვიცი, არც კარები იყო, წავედი და მოვედი, არ იყო, არაფერი არ შემიჩნევია აბსოლუტურად. არც მოძრაობა არავის არ შემიჩნევია, როცა მოვედი სკოლიდან.